მოგესალმებით, მე ვარ ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვიხსნათ შიშები. ნებიან შემთხვევაში თუ ეს პრობლემა გვაწუხებს. თქვენ კი მანამდე გამოიწერეთ ჩემი გვერდი, იმისთვის რომ ისარგებლოთ ძალიან დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიდეო მასალით. ძალიან ბევრი გამოყენებადი ტექნიკა, მეთოდი იმისთვის რომ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ შიშებზე, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ შიში, ხო, რაოდენო სიამოვნო გრძნობას არ უნდა იყოს. სასარგებლო რამაა. იმიტომ რომ შიში ხანდახან ხშირად მიგვანიშნებს იმაზე, რომ არსებობს რაღაცა რეალური საფრთხე, რეალური საშიშროება და ჩვენ გვჭირდება, ასე ვთქვათ, გარკვეული მოქმედებები იმისთვის, რომ ელემენტარულად დავიცვათ თავი. მაგალითად, უსაფრთხოების ფსიქოლოგიაში არსებობს საფრთხეების და რისკების ცნება. რისკები ეს არის ის, რამაც შეიძლება მოგვაყენოს პოტენციურად ზიანი და საფრთხეები არის ის, რასთან მიმართებაშიც არ გვაქვს სამოქმედო პროგრამა. ანუ მარტივ ადამიანურ ენაზე რომ გამოვთარგმნოთ ეს ყველაფერი, როცა არ ვიცი რას გავაკეთებ, თუ რაღაცა, ასე ვთქვათ, სარისკო სიტუაცია დადგა, როდესაც არ მაქვს მოქმედებების პროგრამა, თავში გეგმა, არ ვიცი რა მოვიმოქმედო ამ შემთხვევაში, ხო? აი ამ დროს შიში ხდება ძალიან ძლიერი. შესაბამისად, აქ უნდა გავიგოთ ერთი რამ, რომ შიში შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ არსებობს რაღაცა რეალური საფრთხე, განსაკუთრებით თუ შიშის შეგრძნება სხეულში, ხო, აი შეგრძნების დონეზე გვაქვს მუცლის ქვედა ნაწილში. ეს შეიძლება იყოს რეალური საფრთხის მანიშნებელი. რაღაცა და უმჯობესია რომ მივაქციოთ ყურადღება და ამ მომენტებში ვიყოთ თხილად. ეს ერთი. მეორე მომენტი, შიში შეიძლება იყოს წარსულში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი, მაგალითად სათხას ოდესღაც რაღაცის შეგვეშინდა, მაგალითად ბავშვობაში, მოზარდობაში და ამ შემდეგ აწმყოში რაღაცა დეტალმა სიტუაციის გაგვახსენა ის სიტუაცია, სადაც მივიდა ფსიქოლოგიური ტრავმა და შესაბამისად სხეულმა მოგვცა ესეთი რეაქცია. ასევე შიშის მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული უნარების უქონლობა, მაგალითად მაშინებს რაღაცა სიტუაცია, ხო? სიტუაცია, პროექტი, მიზანი, მნიშვნელობა არ აქვს რა. აი ამ შემთხვევაში უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ესეთი შეკითხვა. ხომ არ მეშინია იმიტომ, რომ არ გამაჩნია რაღაცა კონკრეტული უნარ-ჩვევები, ან ცოდნა, ან კომპეტენცია იმისთვის, რომ ამ სიტუაციას გააუმკლავდე. ხო და თუ არ მოვაჩინოთ ეს არის ესე, ან თუ არ ვიცით ამ შემთხვევაში, ხო? აქ გვჭირდება ჩვენი პირადი კვლევის ჩატარება. ელემენტარულად გავესაუბროთ მაგალითად ადამიანებს, ვისაც აქვს ანალოგიური გამოცდილება, იმისთვის, რომ მივხვდეთ რა უნარების ნაკრები გჭირდება, ან რა ინფორმაცია გჭირდება, იმისთვის, რომ დავხვდეთ ამ სიტუაციას, ასე ვთქვათ, შეიარაღებულები და ამ გამოწვევას გავცეთ ესეთი საკადრისი პასუხი. და შემდეგ საუბარი არის იმაზე, რომ ავიღოთ და ეს უნარები გამოვიმუშაოთ, ეს თვისებები ვისწავლოთ. ერთ-ერთ შემდეგ ვიდეოში აუცილებლად ვისაუბრებთ იმაზე, როგორ გამოვიმუშაოთ უნარები სწრაფად, როგორ შევიყვანოთ ჩვენი ტვინი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ ისევე სწრაფად, როგორც ამას ვაკეთებდით ბავშვობაში. თუ გახსოვთ, ბავშვები ძალიან სწრაფად სწავლობენ და ითვისებენ ყველაფერს, როგორც სასარგებლოს, ისე უსარგებლოს, ხო? მაგრამ ეხლა ჩვენ შეგვიძლია ეს ვაკეთოთ გამიზნულად, დაგეგმილად და ავითვისოთ ჩვენ სასარგებლო უნარები სწორად. შესაბამისად, სამი მომენტი. ან შიში მიუთითებს იმაზე, რომ რეალური საფრთხე არსებობს, ან შიში მიუთითებს იმაზე, რომ წარსულში ტრავმა გაქვთ რაღაცა ფსიქოლოგიური გადატანილი და ამ შემთხვევაში გჭირდება სავარაუდო ფსიქოთერაპევტის დახმარება, რომ მან ეს გაპოვნინოს და ესე ვთქვათ, ეს ჭრილობა მოგაშუშებინოთ. და მესამე, შიშის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არ მაქვს გარკვეული უნარები, არ მაქვს გარკვეული თვისებები, რომელიც არის გამოსამუშავებელი. შიშების სხვადასხვა კატეგორიები არსებობს, მაგრამ ეხლა არ დაგკლებთ, მოდი ამ თემით და შემდეგ ვიდეოებში განვიხილოთ, მაგალითად რა არის ოცნების შიში, რა არის განჯის შიში, რა არის კონფლიქტის შიში და ასე შემდეგ. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გამოიყენეთ ეს ცოდნა, ეს მეთოდები იმისთვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება, თქვენი ახლობლების ცხოვრება, ვისაც თვლით, რომ ჭირდება ეს ინფორმაცია, შეგიძლიათ გაუზიაროთ და გისურვებთ კეთილდღეობას, სასიამოვნო მუშაობას საკუთარ თავზე და მომავალ შეხვედრამდე.